კიპლინგის ისტორია ბიჭზე, რომელიც ცხოველებმა აღზარდეს. ამას არაფერი აქვს საერთო კოშმარულ სინამდვილესთან. სინამდვილეში ბავშვი მაუგლების შანსი წლების მერე ადაპტირდნენ ადამიანების გარემოში პრაქტიკულად არ არსებობს. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია პორტუგალიელი გოგონა მარია იზაბელი. ის არა უღრან ტყეში ან გაუვალ ჯუნგლებში, არამედ თავისივე სახლის საკათმეში გაიზარდა. 1970 წლის ივლისში პორტუგალიურ სოფელ ტაბუაში დაიბადა გოგონა, რომელსაც მარია იზაბელ კვარეჟმა დოს სანტუში დაარქვეს. ეს იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიურადაც. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა გოგონას დედას, რომელმაც მენინგიტი გადაიტანა. ქალი ვერ აღიქვამდა ბავშვს, ვერც თავის შვილად და საერთოდ ვერც ოჯახის წევრად. როდესაც გოგონას 1 წელი შეუსრულდა, ქალმა მარია საკათმეში წაიყვანა და იქ ქათმებთან დატოვა. დაუჯერებელია, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები, ბავშვის მამა და უფროსი ძმები ამ ფაქტს მშვიდად შეხვდნენ. თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. მოკლედ, საკათმეში მიტოვებული ბავშვის ბედით არავინ დაინტერესებულა. გოგონა საკათმეში იზრდებოდა და მშობლების ნასუფრალით იკვებებოდა. ამასთანავე გოგონა სრულ იზოლაციაში იყო და გარე სამყაროდან არავის ეურთიერთებოდა. აქ ცოტა ხნით შევჩერდეთ და შევეცადოთ გავარკვიოთ ამ ისტორიაში რა არის დადასტურებული სიმართლე და რა შეიძლება იყოს გაზვიადებული. წყაროების ნაწილი ამბობს, რომ დედა გოგონას საკათმეში მხოლოდ დილიდან საღამომდე ტოვებდა, როდესაც ყანაში სამუშაოდ მიდიოდა და თან იმ საკათმებში ქათმები არც იყვნენ. ღამე კი სახლში შეყავდაო. მე ვფიქრობ, ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შეღავათი მაინც ვერაა. 5 წლის შემდეგ შემთხვევით ოჯახის ერთმა ნათესავმა მარიას ამბავი გაიგო. მან ხმაური ატეხა და სასწრაფოდ მოითხოვა, რომ ბავშვი ექიმს ენახა. ეს უცნაური სამედიცინო შემოწმება გამოდგა, რადგან დედამ მარიას და ექიმს სახლში შეშვებაზე უარი განუცხადა და ექიმმა ბავშვი პირდაპირ საკათმეში გასინჯა. ცხადია, შემოწმების შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა. მარიას გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინეს მთელ რიგ სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებთან ერთად, თუმცა კიდევ ერთი დაუჯერებელი ამბავი მოხდა. არც ერთ სარეაბილიტაციო ცენტრს გოგონას მიღება არ სურდა. ნათესავმა ქალმა რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი სამედიცინო დაწესებულება შემოიარა, მაგრამ მარია არავინ მიიღო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბავშვი ისევ ოჯახში, უფრო სწორად ისევ საკათმეში აღმოჩნდა. და კიდევ მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მათ მეზობლად ბავშვი საკათმეში ყავდათ გამომწყდეული და არავის ხმა არ ამოუღია. ეს ფაქტი დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ. საქართველოშიც ზუსტად ეგრე იქცევიან, როდესაც ოჯახში უბედურება ხდება ხოლმე და მეზობლები ჩუმად არიან, რაც ჩვენი საქმეა. ასე გავიდა კიდევ 4 წელი. ვინმე მარია ბიჟაუმ ერთ-ერთი კლინიკის მედდამ ამ ამბის შესახებ შეიტყო. გააგონდა და ბავშვის გადარჩენა განიზრახა. გაიგო ფერმის მისამართი, მივიდა. იქ მისი პერსონით არავინ დაინტერესებულა და ქალი უბრალოდ შევიდა საკათმეში, აიყვანა გოგონა ხელში და წავიდა. ეს ბავშვის მშობლების თვალწინ მოხდა, თუმცა მათ რეაქცია დიდად არ ჰქონდათ. მარია ბიჟაუს გოგონა 2 კვირის განმავლობაში თავისთან სახლში ჰყავდა. თუმცა როდესაც მიხვდა, რომ დამოუკიდებლად ვერ დაეხმარებოდა, საქმეში ჟურნალისტები ჩართო. გოგონა ქათმის ისტორიამ ასე უწოდა პრესამ მარიას წამში შემოიარა ქვეყანა. აირას წერდნენ პორტუგალიური გაზეთები. რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი შეიძლება გადარჩენილიყო იმ უმძიმეს პირობებში, რომელშიც გოგონა წლების განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელი ამ ისტორიაში ადამიანური გულგრილობაა. ექიმებმა ხომ ჯერ კიდევ 4 წლის წინ იცოდნენ, რომ ამ ბავშვს სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ პრობლემებისგან განზე გადგომა ამჯობინეს და არაფერი გააკეთეს მის მოსაგვარებლად. მარია იზაბელის ბედში პორტუგალიის პირველი ლედი მანუელა იანეში ჩაერია. პრეზიდენტის მეუღლე შეძრა უბედური ბავშვის ისტორიამ და მისი კატეგორიული მოთხოვნით გოგონა ქათამი ქვეყნის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს. ცენტრს ცხადია, ჟურნალისტები მიაწყდნენ, რომლის დირექტორმაც მათ უთხრა: ჩემი დაკვირვებების საფუძველზე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვი თავის ასაკთან შედარებით საკმარისად განვითარებული არ არის. გონებრივი ჩამორჩენა, როგორც ჩანს, გამოწვეულია ადამიანური ურთიერთობების სრული არქონით. გოგონას ყველა ქმედება განპირობებულია მარტივი ბიოლოგიური ინსტინქტებით და რეფლექსებით. ყველა, ვისაც მარია იზაბელის ნახვა შეეძლო, გაუგნებულები იყვნენ გოგონას ქცევით. ბავშვს ტირილიც არ შეეძლო, რადგან ესეც ადამიანური კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა.
გოგონა ფრინველივით იქცეოდა, გადაადგილდებოდა მოკლე ნაბიჯებით, ფრთებივით იქნებდა ხელებს, ბუნებრივი არ შეეძლო ლაპარაკი და რაღაც კრიახის მსგავს ხმებს გამოსცემდა. ამასთანავე 10 წლის გოგონა ფიზიკურადაც სრულიად გამოფიტული იყო. კვების რაციონის გამო რაზეც უკვე გითხარით. ბავშვის სიმაღლითაც ჩამორჩებოდა თანატოლებს და როგორც ექიმებმა დაადგინეს 10 წლის ასაკში 2 წლის ბავშვის დონეზე ჰქონდა გონება განვითარებული. გოგონა ქათამთან საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ, თუმცა 10 წლიანი მკურნალობის შემდეგაც რაიმე მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს ვერ მიაღწიეს. მარია იზაბელმა არ დაიწყო ლაპარაკი, თუმცა შეეძლო ჟესტებით გადმოეცა თავისი ემოციები და სურვილები. ექიმებმა როგორღაც ასწავლეს სკამზე ჯდომა, იქამდე ის სკამზე 2 ფეხით ხდებოდა ხოლმე. აი ეს არის მთელი პროგრესი. როგორც ამბობენ, მარია ახლაც ფრინველივით იქცევა. განვითარებით კი მხოლოდ 4 წლის ასაკის დონეზე განვითარდა. მასთან მედიას კონტაქტი არ აქვს, ამიტომ ბოლო ფოტოზე, რომელიც გასაჯაროებულია, მარია იზაბელი დაახლოებით 25 წლისაა. ჩვენს დღეებში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება კითხვები სპორტსმენებთან, რომლებზეც ეჭვობენ, რომ ისინი არა ქალები, არამედ მამაკაცები არიან. დორა რატიენი, გერმანელი მძლეოსანი და ფიურერის ფავორიტი სპორტსმენი. მამაკაცთან მიახლოებული ინტერსექსუალი, მსოფლიო რეკორდსმენი გახდა ქალთა შორის. ინგლისელი ჰენრი ტრიგი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. რამე განსაკუთრებული დამსახურებები არ ქონია, თუმცა მისი სახელი ისტორიამ უცნაური დაკრძალვის გამო შემოინახა. მას ჰქონდა ფობია, რომელიც ახლა ალბათ უცნაურად ჩანს, თუმცა იმ ეპოქაში სავსებით ახსნადი იყო. ტრიგს ეშინოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული ანატომიური კვლევებისთვის ექიმების ან სტუდენტი მედიკოსების ხელში აღმოჩნდებოდა. როდესაც ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდება, ხოლმე ეს საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ასეთი რამ ბავშვს ეხება. 11 წლის ამერიკელ გოგონას ტერი ჯო დიუპეროს წარმოუდგენელი ტრაგედია გადახდა თავს, რასაც ზრდასრული ადამიანის ფსიქიკას ვერ გაუძლებდა. კვლელმა მისი ოჯახი დახოცა და გოგონა სრულიად მარტო აღმოჩნდა ღია ზღვაში. სოფლიოში უამრავი ნივთია, რომელიც რაღაც მისტიკური ისტორიების ბურუსშია გახვეული. სარკეები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ, ნახატები, რომლებიც ხანძარს აჩენენ. ძვირფასეულობები, რომლებსაც საგვარეულო წყევლა ახლავს თან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა სოფლიოში არც ერთ ნივთს არ უკავშირებენ იმდენ სიკვდილს, რამესაც ერთ ჩვეულებრივ ხის სკამს, რომელიც პატარა ბრიტანულ ქალაქ კრიგბის პაბში ინახება. ბაზბის სკამი ასე ეძახიან ავეჯის ამ ელემენტს და ახლა ის პაბის კედელზეა ჩამოკიდებული.